შემთხვევაშია, მაგრამ დღეს ჩვენ მივედით ევროპული კოალიციის იმ სტანდარტებამდე, როდესაც ჩვენ შეგვიძლია 2016 წლისთვის სწორედ ამ სტანდარტს ჩაუდოთ უკვე საფუძველი. 2012-ში არ იყო არც შეთანხმება, დღეს უკვე ჩვენ ამ 3 წლის თანამშრომლობის საფუძველზე დღეს ჩვენ გვაქვს პარლამენტი მრავალპარტიული, კოალიციური, აღმასრულებელი ხელისუფლება არის ორპარტიული, კოალიციური ნიშნები აქვს მას, ისევე როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში ჩვენ გვაქვს კოალიციური საკრებულოები და ხშირ შემთხვევაში ასევე აღმასრულებელი შტო. Აი ამ სტანდარტიდან ჩვენ გვინდა რომ კოალიციის უფრო მეტი ევროპულობისთვის ეს სტანდარტი ჩავდოთ უკვე საფუძვლად და დავიწყოთ შეთანხმებებზე საუბარი. საუბარი იმაზე რომ კოალიცია იყოს ორპარტიული არ ყოფილა, ეს არ არის არც შეხვედრის საგანი არ ყოფილა და დღესაც ვაცხადებ. მე მინდა ისევ დაუბრუნდეთ, თქვით რომ განახლებულ ოცნებასთან გინდათ სტრატეგიული თანამშრომლობა. რომელ განახლებულ ოცნებასთან? ვინ გითხრათ რომ ოცნება განახდება და როგორ? Ai ამაზე გეკითხებით. პრემიერი თავრობის ხმა პრემიერმა გახსნა იმაზე საუბრით, რომ ის ხედავს პარტია და რესპუბლიკური, კი, ის საუბრობდა, რომ ის ხედავს თანამშრომლობის აუცილებლობას, სტრატეგიული თანამშრომლობის აუცილებლობას პარტია რესპუბლიკელებთან და მან ასევე ისაუბრა, ეს უკვე მისი ამოცანაა, მისი შეხედულებაა, მისი საქმეა, მისი მიზანია, რომ განახლოს პარტია ქართული ოცნება. ეს არის ბუნებრივი პროცესი, განახლება ჩვენთანაც მიმდინარეობს რესპუბლიკურ პარტიაში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტიის სიცოცხლის უნარიანობისთვის, პროგრესისთვის, განვითარებისთვის და არაერთხელ ვისაუბრეთ ამაზე. ერთადერთი კითხვა დაგჭირდა თქვენთან სარეკლამო პაუზის დროა ეხლა და ამიტომ რეკლამა გაუშვათ ეთერში და მხოლოდ ერთი კითხვით დაგიბრუნდები. დაინახო სილამაზე შენს თავში და წყალზე წვეთების ცეკვაში. იყო მსოფლიოს ნაწილი და თვლიდე მსოფლიოს შენად. გიყვარდეს საკუთარ თავთან საუბარი, რომელიც გიყვარდეს მასთან. სიჩუმის უძვირფასესი წუთები ჩაი გრინფილდთან ერთად, როდესაც საკუთარი თავის გესმის. ჩაი გრინფილდი და ეუფლე ჰარმონიას. როგორ გადავიდი ახალ ბინაში პირველადი შენატანისა და ცესხის გარეშე. თუ შენ გაქვს ძველი ბინა, რომელსაც სიამოვნებით გაცვლედი ახალში, მაგრამ არ გაქვს თანაზოგი და არ გინდა ცესხის აღება, M-კვადრატი გთავაზობს გადახდის სრულიად ახალ პირობას. 10-90. შეარჩიე ბინა ჩვენს ვებგვერდზე ან გაყიდვების ოფისებში. კომპლექსში M-კვადრატი იბოდროთან 2. დაფარე მშენებლობის დასრულებამდე, ანუ 30 თვის განმავლობაში ბინის ღირებულების მხოლოდ 10%. მაგალითად, ოროთახიანი ბინის შემთხვევაში თვეში დაახლოებით $184 გადახდა მოგიწევს. დანარჩენი 90 კი გადაიხადა კომპლექსის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში, რაც საკმარისი დროა ძველი ბინის სარფიანად გასაგიდად. თანაც ამ ყველაფრისთვის მხოლოდ პირადობის მოწმობაა საჭირო. აქცია ვრცელდება M-კვადრატი იბოდროთან 2 და ოპტიმაისანის პროექტებზე. არ გაუშვათ შანსი იცხოვროთ უკეთესად. ძალიან დაიძაბა თამაში მატჩის დასრულებამდე, რამდენიმე წუთია დარჩენილი. სამქულოს ვაგებ, თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ჯერ დრო არის. გადმოვიდა მეტოქე შეტევაზე, ყურადღებით უნდა ვიყოთ დაცვაში. კაჭარავა, ბრავო, გაუვარდა წინ ბურთი მეტოქეს, ინიშნება შერკინება საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ. დადგა შერკინება, შეაგორა ბურთი ლობჟანიძემ, უნდა მიუაწვეთ. კარგად შეიკრენ ბიჭები, მშვენი ურათმოძღვრებით გამოვიტანეთ ბურთი შერკინებიდან. ხმალაძე, დაიშალა, შეტევა ხასი, კაჭარავა, ჩვენზე შეიყვანა ხმალაძე და შეგოჩეს იგი. თუმცა ბრწყინვალე ოქლოუდი, ციკლაური, ძალიან ახლოს ვართ მიზანთან და ლელო. TBC ბანკი. დაუჯერებელი შეთავაზება მწვანე ბუდაპეშტისგან. ისარგებლეთ 100-თვიანი უპროცენტო განმოდებით. შენებლობა სრულდება მაისში. ისარგებლეთ ონლაინ სესხებს შორის ყველაზე დაბალი პროცენტით. 700 ლარი 22 ლარად და 40 ცენტრად, ხოლო პირველი სესხი აიღეთ უპროცენტოდ. CC Loan G. მობილური. მოწყობილობა, რომელიც ერთდროულად ახერხებს იყოს შენი მუსიკა, შენი ყველა მნიშვნელოვანი მოგონება, შენი თავგადასავალი, გზა, რითმი, სპორტი, შენი მეგზური დატვირთულ დროს და თავისუფალ დროს. როცა მარტო ხარ და მეგობრებთან ერთად. ახლოს თუ შორს.
დიახ, ტელეფონი დიდი ხანია უკვე აღარ არის უბრალოდ ტელეფონი და მისი შესაძლებლობები მუდამ იზრდება. რა გასაკვირია, ასე უკეთესია. საქართველოს ბანკი წარმოგიდგენთ CK აპლიკაციას. გადახდის მობილური აპლიკაცია Android-ის სისტემის ტელეფონებისთვის. გადმოწერეთ CK აპლიკაცია შენს მობილურში და გაიმარტივე ცხოვრება. CK და გადახდილია. საქართველოს ბანკი. იგრძენი მომავალი. Androსაც გძინავს შიდად, იქ სადაც გინდა. Always Date-ის 60% უფრო გრძელი უკანა მხარეს. როდესაც სამხარი ის გიცავს ზუსტად იქ, სადაც საჭიროა. მარტივი, შალობ გამედება, დილითის სევგენიმება. იგავს წამებში, იცავს საათების განმავლობაში, ხამითაც კი დაცვა, სისუფთავე, Always. ყურადღება, მოისმინეთ მარტისთვის ექსპრეს შეთავაზება. ექსპრეს ბანკი წარმოგიდგენთ ექსპრეს ანაბრის აქციას. გახსენით ექსპრეს ანაბარი, დაამატეთ ყოველთვიურად მინიმუმ 10 ლარი და ყოველი თვის ბოლოს მიიღეთ 500 ექსპრეს ბონუს ქულა საჩუქრად. დაიწყეთ დაგროვება ექსპრეს ბანკში. დაამატეთ თქვენს ანაბარს ნებისმიერ დროს სასურველი ოდენობის თანხა. მიიღეთ მაღალი სარგებელი და ამავდროულად ექსპრეს ბონუს ქულები, რომლებიც აქციის ფარგლებში თქვენს ექსპრეს კარტზე დაგერიცხებათ. ექსპრეს ბანკი. მარტივია. Lenovo წარმოგიდგენთ Vibe X3 მძლავრი Dolby Atmos დინამიკები, კამერა 21 მეგაპიქსელი, თითის ანაბეჭდის სკანერი. Lenovo აღმოაჩინე მულტიმედიის სამყარო. NetCredit არის კომპანია, რომელიც ყოველთვის სიმართლეს ამბობს. საკმარისია 15 წუთი იმისთვის, რომ ქალბატონებს მცირე ოდენის სიხარული მიანიჭოთ. მიიღეთ პირველი სესხით 15 წუთში 500 ლარამდე 30 დღით და თანაც უფასოდ. NetCredit, შენი მეორე საფულე. იარე შეუჩერებლად. დღეიდან სისწრაფე ულიმიტოა. შეიძინე ულიმიტო 4G ინტერნეტი. თვეში მხოლოდ 5 ლარი. აქტივაციისთვის აკრიფე 516 DS-ი. Beeline, ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასი. Distro. Male. ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ბოლო შეკითხვით მივმართავ რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარეს ხათუნა სამნიძეს. ქალბატონო ხათუნა, ჩვენი ერთ-ერთი შემდეგი სტუმარი იქნება პოლიტოლოგი გია ნოდია, რომელმაც ვრცელი პოსტი მიუძღვნა სოციალურ ქსელში აი ამ დაპირისპირების თემას და ერთი მარტივი შეკითხვით სრულდებოდა. ერთ მარტივ შეკითხვაზე უნდა გასცე პასუხი. რესპუბლიკურ პარტიას გულისხმობს. რჩები კოალიციაში, სადაც გოგი თოფაძეცაა თუ არა? მე მინდა რომ დავესეს ხო ამ ეს შეკითხვა ბატონ გია ნოდიას და თქვენ დაგისვათ. ქალბატონ დიანა, ჩვენ ამ ხნის მანძილზე, როდესაც დაიწყო ამ ტიპის განცხადებების გაკეთება ბატონმა თოფაძემ, ჩვენი მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით ვთქვით და არაერთხელ და განცხადებაც გავაკეთეთ პარტიის სახელით, სადაც გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია და ვთქვით, რომ ჩვენ ვასრულებთ ამაზე საუბარს, მანამ სანამ არ შედგება პოლიტსაბჭო და გადაწყვეტილებებს არ მივიღებთ. თუმცა იქვე ვთქვით, რომ რა თქმა უნდა, თუ გაგრძელდება უსაფუძვლო ბრალდებები, ჩვენ ამას ვუპასუხებთ. ეს ასეც არის. ჩვენ ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობაზე, თქვენ კითხვა დასვით, რომ კვირიკაშვილის ახალ განახლებულ ოცნებასთან ეს როცა ამაზე ვსაუბრობთ, ჩვენ გულისხმობთ სამომავლო თანამშრომლობას დღეს უკვე ჩაუყაროთ საფუძველი იმით, რომ ჩვენ ამ მომრჩეველთან ვიყოთ გამჭვირვალე ამ თანამშრომლობაში.
ჩვენმა მომრჩეველმა წინა საარჩევნოდ, შევდივართ ძალიან მალე წინა საარჩევნო პერიოდში, უნდა იცოდეს პარტიების პასუხისმგებლობები სად არის,